ახალკაცი ახსენეთ არჩეულებრივი მწვრთნელი წამიკითხავს და გამიგია მისი სპორტსმენებთან და სპორტსმენის ოჯახის წევრებთან. თქვენ თვითონაც მწვრთნელი ხართ, ამხელა აკადემიას ხელმძღვანელობთ. აი, მამობრივი კუთხით რომ მიუდგეთ, რა მნიშვნელობა აქვს მწვრთნელსა და ბავშვის ურთიერთობაზე? ეხლა მაშინ გადმოსახედიდან სულ ესე იგი სულ ვამბობდი ჩვენ რა გრუბია და რა გრუბია, რა სულ ბაზაზია, სულ ბორებზია, სულ აი და რასაც გველაპარაკებოდა ის გადმომაქმნია ბავშვებზე რა ზუსტად რა ახლა ბავშვები ამბობენ ახლა ეს ბავშვები თქვა იმიტომ რომ სხვანაირად იყო ეს კაცი იყო პროფესიონალი იმიტომ რომ ყველაფერს ვერ მოასწრე რა თუ მოკიდი აი ამ საქმეს ეს ამას უნდა ბოლომდე უნდა მე მიკვირდა კაცო სულ 24 საათი იყო დინამოს ბაზაზე იყო კაცო მეთქი ცოლი არ აღავს შული არ აღავს სახში რა არენატრე არ მიდის იმას ხთოვდა თვითონ რასაც აკეთებენ მას ხთოვდა ჩვენც მაგრამ ჩვენთვის მიუღებელი იყო იმიტომ ახალგაზრდა ხარ ყველაფერი კიდე მოასწროდა ეგრე არ არის რა როგორც ვიცი სიგარეტის მოწევას დაანება თავი როცა მწვრთნელობა დაიწყო ეს ნახდა მე სიგარეტი არ მომიწევია ჩემ ცხოვრებაში და ახლა არ ავიწევ სიგარეტს მაგრამ ბატონი ნოდარი ეწევოდა დღეში 4 პაჭას და 3 პაჭას სიგარეტს და რო ეთქვა ფეხბურთელი რამოდენიმე ჩვენ ეწევოდა და რო ეთქვა ფეხბურთელების რომ არ მოწიო დაანებათ რამხელა ნების ყოფა უნდა მოდეს 3-4 ხო ეგ არის 3-4 პაჭკას ეწევოდა ესე იგი დღეში რა და ესე იგი ფეხბურთელს ეთქვა რომ სიგარეტი არ არის კარგი და არ მოძიო თვითონ გადააგდო სიგარეტი რა აუ ჩემოლა და ის მაგალითი რამდენად მნიშვნელოვანია მე მისაბაძი იყო ყველანაირად ეგეთი პროფესიონალი აი მიხაროდა აი რო უყურებდი მიხაროდა რა რო გეტყო და დანიჭერი კაცი იყო რა და იგივეს რასაც მეუნებოდა ახლა იმ სიტყვას ვიმეორებ ამ ბავშვებთან მიმართებაში